რუსეთის ფედერაცია ახლა საკმაოდ დიპლომატიური, ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ არასაკმარო მდგომარეობაში იმყოფება და უბრალოდ ძალიან მარტივად გაგრძელდება მისი დიპლომატიური იზოლაცია, რომელიც რუსეთის პრესტიჟისათვის კიდევ ერთ სერიოზული დარტყმა იქნება. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ რუსეთი ცელს შეწყვეტას უმარტივესი მოთხოვნა ამასაც კი არ უჭერს მხარს და შესაბამისად, რაც შეეხება ქმედი ღონისძიებებს, ვიდრე უბრალოდ პრესტიჟი არის, რომელიც ფედერაციას უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს, ეს არის შეიარაღების, რომელიც განახლდა გაგრძელება და როგორც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, იგი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე იყო წინა ადმინისტრაციის დროს და ასევე გაიზრდება ბუნებრივია ფინანსური დახმარება. ამავე დროს მოხდება ამერიკელებსა და ევროპელების პოზიციის შემდგომი კონსოლიდაცია, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის დიპლომატიურ და რუსეთისათვის საკმაოდ დათვლად სამხედრო თვალსაზრისით წნებს რუსეთის ფედერაციაზე, რომელსაც გარკვეულწილად გავლენა ექნება ბუნებრივია ფრონტის ხაზზე.